გაარჩიონ, რისგან მოდის ეს თქვათ უარყოფითი მართლა გულით ნათქვამია და მართლა ტკივილით თუ აი აქ რაღაცა მსაკრული ბოროტებადებს. აი ამის კარგი ხედვა აქვს, იცი, აი უბრალო ადამიანებს მართლა სოფელში, რომ კი ეს მიუღებელია, მაგრამ ამას ამბობენ უდიდესი შეგნებით, უდიდესი ტკივილით, უდიდესი თქვათ და გათავისებით და არანაირად იშვიათად რომ აი ამის გამო მე ღმერთი ესე იგი რა ეკლესია რა ყოფილა, ან ზოგადად სასულიერო პირები როგორც ასეთი, მაგრამ ის რომ თქვათ ეს თქვათ ჯობია რომ ასე არ იყოს და აი აქ რაღაცა უკეთესობა და ან სხვანაირად შეიძლება ეს თქვათ საკითხი გადაწყვეტს ეს ჩვეულებრივი მშელობა, აბა მრევლი იგივე ეკლესიის წევრი და ცოცხალი ორგანიზმია და დიალოგი, ურთიერთობა უნებრივია ერის აზრი, ხალხის აზრი ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ აი ეს არის რა, სიყვარული გვინდა და რწმენა და ურთიერთობა და აი ერთმანეთის თანადგომი, ერთმანეთის სისხლისა და ხორცის განცდა რა. ახლა ყველა ქართველს ცალ-ცალკე რო ვკითხოთ, აბა რა ქართველები ვარ და სხვანაირად როგორ და იქ თქვათ სუფრა თუ ასე შემდეგ საერთოში ყველა რაღაცაირად ვერთიანდებით, მაგრამ ცოტა ინდივიდუალურ დონეზე მე რაღაცაირად მოვიკოჭლებთ ხოლმე, მაგრამ არის ერის ცხოვრებაში ხანდახან კი არა, აი რაღაცაირად უფალი უშვებს განსაცდელებს, იცი რატო? რომ გამოვლინდეს აი ამ განსაცდელებში კარგი მხარე, აი ერის ასე ვთქვათ ჯანსაღი მხარე. თქვათ რომ რაღაცა განსაცდელი რომ წარმოიშვება ხომ ქვეყანაში, მე გამოაჩენთ ამას, რომ თურმე ერთადგომა შეგვიძლია. მანამდე თითქოს რაღაცა გათითოკაცებულები ვართ და იქ ხედავთ რომ ვიღაცას ვიძვის, ვიღაცა განიკითხავს და რაღაცა ერთობა არ არის, მაგრამ საკმარისია განსაცდელი დადგეს, იქ რაღაცაირად გვიხარია და მე ვიტყვით რომ აი ზოგი ჭირი მარგებელია რომ აი ეს სიყვარული გამოვლა. ასე იყო თქვათ სტიქიური უბედურების დროს ივნისში ხომ რამდენიმე წლის წინ ასეა თქვათ აი დავით გარეჯის საკითხია იქაც აი საოცარი რაღაცნაირი ერისგან ხალხისგან ყოველ შემთხვევაში დიდი ასე იგი ერთობა იყო და თანადგომა რომ აი ეს ჩვენი ეროვნული ასე ვთქვათ საკითხია საერთო სატკივარი არა მარტო ეკლესიის ხო მე მონასტრის ხო არ არის ის არის ერის ჯანსაღი სხეულის ნაწილია ასე რომ ჩვენ პოტენციურად შენარჩუნებული გვაქვს მე ამის იმედი მაქვს და ამის ნიშნები არის ის ჯანსაღი სულიერი და ეროვნული ასე ვთქვათ ბირთვი უბრალოდ ჩვეულებრივ ცხოვრებაში ამას ვერ ვავლენთ აი ინდივიდუალურ დონეზე ასაერად ეს თითქოს არ ჩანს ეს მაგრამ აი პოტენციაში დიდი მუხტი დევს დიდი სიყვარული დევს ქართველობაში და რა მინდა ვთქვა რომ რაღა ტკივილისა და განსაცდელის დროს ვავლენთ ამას და მანდამაინც უნდა გვეტკინოს და მანდამაინც რაღაც უბედურება უნდა მოგვივიდეს რომ ეს გამოვავლინოთ ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც გამოვავლინოთ ჩვეულებრივ აი თითოეული დღე იყოს სიყვარულის დღე თითოეული დღე იყოს თანადგომის დღე ტკივილის გაზიარების დღე და ბედნიერი იქნება ქვეყანაც შენც მეც ყველა ადამიანი და აი აქ დევს ბედნიერების გასაღები მაგრამ მასნაირად მოვიკოჭლებთ ასე რომ ეს არის და იმედია ყველაფერი კარგად იქნება და ეს აი ამ პროცესს იმედი მაქვს რომ ქართველიერი ჩვენი ახალგაზრდობა განსაკუთრებით და ახლა წამოვიდა რაღაცაირად ახალი ტალღა რომ გადააფასა აი შედარებას ახდენს ხომ რა არის ასე აი ამ დაძაბულობაში უხთოდ განკითხვით აი ამ თქვათ ერთმანეთის სულ ჯიბრით ცხოვრება როგორი რთულია და მოდი არ ჯობია ადარებს მე განვილწლებს და არ არის რა ეს დამანგრეველი ეს დაუპველია ეს მწუხარება ეს ცოცხალი ჯიჯოხეთი ასე ცხოვრება რომ ჩვენ ერთმანეთს ვერ გავუგოთ და ისევ მოდის და ისევ უბრუნდება და ისევ ნოსტალგია ძველის და აი ესე არის რა ტალღასავი ტრიალებს რაღაცნაირად ეს ასე რომ ეს გარდამავალი პროცესია ეს ასაერად მე გამართლებას კი არ უძებდი მაგრამ არაფერი ისეთი არ ხდება რაც ისტორიაში არ გავლილა და რაც რაღაცა ვთქვათ არ გაგვივლია ჩვენ და ასე რომ ყველაფერი კარგად იქნება და საუკეთესო ჯანსაღი ნაწილი ისე უფალთან იქნება ძალიან დიდი მადლობა მეუფე პირველი ნახევარი დასრულდა და შემდეგ სარეკლამო ჭრა იქნება ეხლა ცოტა ხანში და შემდეგ მეორე ნახევარში